ლიეტუვას სადაზვერვო სამსახურის მონაცემებით რუსეთი ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე დარტყმას გეგმავს. საფრთხიდან გამომდინარე პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას თქმით, სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ირგვლივ უსაფრთხოების ზომები პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე გამკაცრდა. ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს ქვეყნის ლიდერს არ დაუკონკრეტებია თუ რა და როდის შეიძლება გახდეს კრემლის სამიზნე, თუმცა საუბარი ფიზიკურ ზიანზეა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის წყობრიდან გამოყვანაზე. საუბარია შეზღუდული მასშტაბის, თუმცა მიზანმიმართულ კინეტიკურ დარტყმაზე, ანუ ოპერაციაზე, რომელიც დიდი ალბათობით კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ეს შეიძლება მოიცადოს სხვადასხვა ტიპის დარტყმას, რომელთა მიზანიც კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებაა. რა თქმა უნდა, ეს არის ასე ვთქვათ სიგნალები, რომლებსაც შესაბამისი სამსახურებისგან მიიღებთ. ისინი ვერ ახდენენ კონკრეტული ადგილისა ან დროის იდენტიფიცირებას, სადაც ამის ზუსტად განსაზღვრა უბრალოდ შეუძლებელია. მეორე მხრივ შესაძლოა ოპერაცია ჯერ კიდევ დაგეგმვის პროცესში იყოს და საბოლოო ეტაპზე არც კი მისულა. ჩვენთვის ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ თავად დაგეგმვის ფაქტი ან ამ ოპერაციის მიზანი. ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი შეტევის შესახებ ბრალდებებს კრემლში ტრადიციულად უარყოფენ. მათი თქმით, ვილნიუსი კონტექსტის შექმნაზე მუშაობს. კერძოდ, ქვეყნის ხელმძღვანელობა ამგვარი საფრთხეების წარმოჩენით საიმისო საბაბის შექმნას ცდილობს, რომ რუსეთის მოსაზღვრე რეგიონი გაორმაგებულად შეიარაღდეს. Вы знаете, это именно свежая порция таких страшилок. ეს უბრალოდ დამაშინებელი განცხადებების მორიგი სერიაა, რომლის მიზანიც მოსახლეობის ტვინების გამორეცხვა და მისი შემდგომი მილიტარიზაციისთვის მომზადებაა. ამის მისაღწევად საჭიროა რომელიმე ქვეყნის, ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნისგან მტრის ხატის შექმნა და ამ საბაბით ბალტიის ქვეყნებში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის ყველა მიმართულებით გაძლიერება. Продолжить подтягивать. ლიეტუვას რუსეთთან საზღვარი კალინინგრადის ოლქის გავლით აქვს. ქვეყანა ესაზღვრება მოსკოვის პარტნიორ ბელარუსს. მეზობლებისთვის კრემლის მავნე ქმედებები ევროპის კონტინენტზე საბოტაჟის მოწყობის მიზნით არ ახალია. არაერთი ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი და მისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გამხდარა რუსეთის სპეცსამსახურების სამიზნე. გასულ თვეს ვარშავაშიც აღნიშნეს, რომ დასავლური დაზვერვა შეწუხებული იყო რუსეთის შესაძლო თავდასხმების გამო ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. მიმდინარე კვირას კი ამის შესახებ ისაუბრა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, რომლის თქმითაც რუსეთი 10 ევროპულ ქვეყანაზე აპირებდა კიბერიერიჟს და მათ შორის იყო საფრანგეთიც.